მოდი ცოტა უკეთ გავიცნოთ მაჩვენებლიანი ფუნქციები. მაჩვენებლიანი ფუნქცია ესე დავწერე. ხა, კერძოდ რას გულისხმობ უკეთ გაწნობაში? მე მინდა გაჩვენოთ რიგითი მაჩვენებლიანი ფუნქცია, როგორ შეიძლება ძალიან ოდნავი ცვლილებების შედეგადაც მაინც აფეთქდეს ისე სწრაფად გაიზარდოს. მართლა აფეთქება ქვია მაგას და ეხლა გაჩვენებთ რას გულისხმობ. აი მაგალითად ავიღოთ რომ მაქვს y, რომელიც უდრის 3 ხარისხად x. აი ესეთი მაჩვენებლიანი ფუნქცია. ანუ განა x-ი მაქვს ხარისხად 3 ან რაღაც. თვითონ ხარისხი არის ამ შემთხვევაში ცვლადი. და ეხლა ვნახოთ, მოდი გავაკეთოთ ცხრილი, აქ გქონდეს ჩვენი x-ი და y. და მოდი ვთქვათ, განვიხილოთ x-ი -4, -3, -2, -1, -1, 0, 1, 2, 3 და 4. აი ესე. აი ამ მნიშვნელობებისთვის ვნახოთ რა მოუვა y-ს, მეცან ცოტა მინდა რომ ყველაფერი დაეტიოს. აი ესე. ახლა ვნახოთ აი ამ მნიშვნელობებისთვის რა დაიმართება y-ს. კარგი, როცა არის -4, ეს რა არის? როცა არის -4, x როცა -4, ესე იგი მაქვს 3 ხარისხად -4, რაც იგივეა რაც 1 გაყოფილი 3 ხარისხად 4-ზე, რაც არის იგივე რაც 1 გაყოფილი რაზე? 3 ჯერ 3 არის 9 და 3-ის კვადრატი გამოვიდა და 3-ის კვადრატი ჯერ 3-ის კვადრატი კიდე არის 9 ჯერ 9 91, ესე იგი 1 გაყოფილი 91-ზე. ანუ ძალიან პატარა რიცხვია. 1 მე 91. ძალიან მცირე რიცხვი არის, ხო? შემდეგ მომდევნო არის -3, ესე იგი 3 ხარისხად -3 არის, აუ ეხლა ესე უნდა გამოვყო როგორ მე 1 გაყოფილი 3-ის მესამე ხარისხზე, ხო? და 1 გაყოფილი 3-ის მესამე ხარისხზე არის 1 გაყოფილი 27-ზე. 1 გაყოფილი 27-ზე. ანუ ძალიან პატარა რიცხვიდან გაცილებით ნაკლებად პატარა რიცხვამდე მივედით, მაგრამ კიდე უფრო და უფრო იზრდება სწრაფად. ეხლა -2 ხარისხი რა იქნება? 3-ის, აუ მოდი მე არ მომწონს ეს ამბავი აქ. და ცოტა დავწერ გვერდზე ალბათ. აი აქეთ დავწერ რა ვიყო. აი ესე დავწერ. როცა -2 არის, მაშინ რა მოსდის? მაშინ გვაქვს 3 ხარისხად -2, ეს არის 1 გაყოფილი 3-ის კვადრატზე, ანუ 1/9. შემდეგი არის, ამას აქ დავწერ უკვე, 3 ხარისხად -1 არის პირდაპირ 1/3. 3 ხარისხად 0 არის 1. ნუ ჯერჯერობით რაღაც საოცარი ზრდა არის, ნუ კი ეთყობა ის რომ პატარა წილებიდან უკვე 1-ზე მოვედით, მაგრამ აი ახლა გაცილებით უფრო ეფექტური არის, ახლა რაც მოდის რომ 3 ხარისხად 1 არის 3, 3 ხარისხად 2 არის 9, 3 ხარისხად 3 არის 27 და 3 ხარისხად 4 არის 91. ახლა შეიძლება ეს რიცხვები ისეც არაფერს გეუბნება, ნუ ხო დიდი ამბავი 1.91 და ამ დროს 91, ხო, კაი, მე რა, ანუ საკმაოდ ბევრი გავიარე მაინც. მაგრამ საკმარისი არის ააგო ამისთვის გრაფიკი და ნახო რა მოსდის გრაფიკზე ამ ყველაფერს, რომ მივხვდები რატომ ქვია ამას აფეთქება. ესე იგი, აქეთ გვაქვს ცხადია x-ი და აქეთ გვაქვს y-ი და მოდი ახლა უცებ დავიტან რაღაც მნიშვნელობებს. ესე იგი, აქ გქონდეს თქვათ 10, შემდეგ ეს არის 20, 30, 40, 50, 60, 70, 80, 90 და ასე შემდეგ. 100. და მოდი ბარემ ამ მნიშვნელობებსაც დავსვამ, რაც გქონდა, ესე იგი, -1, -2, -3, -4. მოდი მეტი ადგილი მაქვს პრინციპში, რატო არ ვიყენებ. ესე იგი, -1 აქ იყოს, -2 აქ, -3 აქ, -4 აქ, 1, 2, 3 და 4. ასე ჯობია. დავწერ უცებ 1, 2, 3, 4, -1, -2, -3 და -4. აი ახლა ნახოთ მნიშვნელობები როგორი არის. ესე იგი, გვაქვს -4 და ამ დროს 1.91-ს უდრის y. ანუ 0-თან ძალიან ახლოს არის, ვერც ასეთ შკალაზე, სადაც ეს 10-იანი 1.91 არც უნდა ჩანდეს კარგად, ამიტომ ესე ოდნავ აი აქ ქვე დავიტანო, აი აქ არის სადღაც. შემდეგ როცა არის 1/13, ისევ 0-თან ძალიან ახლოს 1-ზე ნაკლებია, ამიტომ ისევ სადღაც ოდნავ უფრო მაღლა. შემდეგ მოდის -2-ზე 1/9, 1/9 ჯერ კიდევ ძალიან დაბალია, ამიტომ ჯერჯერობით არც უნდა ჩანდეს ეს თუ არის 10, 1 უნდა იყოს სიამდვილეში ეს, მაგრამ ნუ მინდა რომ ცოტა გამოჩნდეს. შემდეგ 1-ზე არის უკვე 1/3, ოდნავ მაღლა არის, 0-ზე პირდაპირ უდრის 1-ს, ამიტომ ამას აი აქ დავწერ, ნუ თლად 1 არ არის, მაგრამ არ აღშოს, შკალა არ გამოდის კარგი. ეხლა 1-ზე უკვე ჩანს აშკარად რომ არის 3, დიდია. 2-ზე თითქმის არის 10. 3-ზე რა არის? 3-ზე არის 9. 3-ზე 9 კი არა და 9 ეხლა არის 27. ანუ 2-ზე რომ იყო 10-თან ახლო, 3-ზე უკვე მივიდა სადღაც აი აქ, სადღაც ზემოთ. 4-ზე უკვე 81-ია. ანუ დაახლოებით აქაა. ესე იგი, თავიდან რომ მიუყვები, არის რაღაცა ნელი პროცესი 0-თან ძალიან ახლო რიცხვიდან ამოსulis, ასე ვთქვათ, ამოძრომის. მოდიხარ მივუყვებით ძალიან ნელა, მაგრამ უცებ
უცებ ძალიან მალე იწყებს აი რასაც ქვია აფეთქებას. აი საოცარი სისწრაფით იზრდება და იზრდება კიდევ უფრო და უფრო სწრაფად. აი ესე მიდის ესე წიუ ეგრე. ესე იგი, ამდენად სწრაფად მზარდი არის მაჩვენებლიანი ფუნქცია. როცა შეიძლება თქვა კვადრატული ფუნქცია ამ დროს აი ესე იზრდებოდეს და მუდმივად ესე მიუყვებოდეს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან სწრაფია, მიდონ ამის ჩვენება. და ეხლა მოდი რამე მაგალითსაც განვიხილავ, რომელიც ასევე წარმოადგენს იმას, რომ ძალიან სწრაფად იზრდება, როცა მაჩვენებლიან ფუნქციასთან გაქვს საქმე. მაგალითად ვთქვათ, რომ ეს არის პირველი კვირა, ესე იგი გვაქვს პირველი კვირა. და გავაგზავნეთ 10 ჯაჭვური წერილი, რაც ნიშნავს, რომ ამ წერილში წერია, რომ ეს წერილი შემდგა გაუგზავნო 10 ადამიანს, თორემ დაგეცემა მეტეორი. და ნუ თქვა დავუშვათ, რომ ყველა იჯერებს რატომაც, ყველას ეშინია და 10 ადამიანი 10 ადამიანს უგზავნის. ესე იგი, ახლა გაგზავნილი რო დავწეროთ ასე, ხო? გაგზავნილი პირველი კვირის ბოლოს არის 10 წერილი. ახლა მეორე კვირა რომ გვაქვს აქ, მეორე კვირა. ამ 10 ადამიანმა გაუგზავნა 10. ესე იგი 10 გამრავლებული 10-ზე არის, ანუ 100-ია უკვე გაგზავნილი. მესამე კვირას კიდევ ამ 100 ადამიანმა უნდა გაუგზავნოს ახლა 10-ს, თვითონ 10-ვეს, ანუ და უკვე 1000 წერილი გამოდის გაგზავნილი. და ასე რომ მივუყვეთ, ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-n კვირას იქნება რამდენი წერილი გაგზავნილი. მოდით დავუკვირდეთ. პირველ კვირას არის 10 ხარისხად 1 გაგზავნილი. მეორე კვირას 10 ხარისხად 2, მესამე კვირას 10 ხარისხად 3. მე-n კვირას იქნება 10 ხარისხად n. ანუ გამოდის, რომ მე-6 კვირას იქნება გაგზავნილი 10 ხარისხად 6, ანუ მილიონი წერილი გაგზავნილი უკვე. და საკმარისია მე ვთქვათ, ანუ ესე მიყვე ამ ლოგიკას და მე-9 კვირას უკვე მილიარდი წერილი იქნება გაგზავნილი და მე-10 კვირას საერთოდ დედამიწაზე ხალხი გამოილევა ისეთი, ვისაც წერილი არ იქნება მიღებული. ასე რომ ამდენად სწრაფად მზარდი არის ყოველთვის მაჩვენებლიანი ფუნქცია. და ეხაც მაჩვენებელია, იმიტომ რომ n არის ხარისხი და ცვლადი.